დილა მშვიდობის, გოგოებო როგორ ხართ? მათ ეს სიახლეებს გაურთულდა ალბათ და რა ვიცი რა ვუყიდო, ეს სეროფები არ შვი საერთოდ თვალებს ხო იცით? ზრია რა აქვს. აქედან რაღაც ჩამოდის ნახეთ. ისე დაწოდავდა. არა უნდა ჩავამთავრო მაინც. ბოლომდე. ცოტა სპაზმური ხელი აქვს. მისჩიეთ რა დავალევინო, დაველოდებით თქვენ კომენტარებს, ნაშპახო არ დავალევინო და კიდე რაღაცა ხომ რა ვიცი სპაზმისა. მომწერეთ გოგოებო. თორმეტი საათი ხდება. აი გაცდენები მერიდება უკვე სკოლაში. იმიტომ რომ წინა სემესტრში ბოლო 10 დღე ვაცდენდით. ისეთი ავათი ხო. ეხლაც კიდე რაღაცა გადაიდო, მაგრამ რა გავაკეთო, ეხლა მიწერე ნინო მასწავლებელს, რომ გამოუშვა ეხლა ეს სკოლაში როგორ უნდა გაუშვა. ეს სიახლეებს გააჩნდა. შეიძლება სხვასაც გადაასწროს და თან კიდე არც გაკვეთილის შეტარებას არ დააცდის ის სიახლეებს. და მივწერე ახლა. ძალიან მივიოლებ ხოლმე რა ამათევავთ არის. ძალიან. აღარაფერი აღარ მიხარია ხოლმე მაგ დროს. ეს ავა ძი როგორია მე მგონი კაკაო ვაფშე ვეუბნე. რა გაცინებ დედი? რა? ჩაი ეხლა. ჩაი უნდა ჩემი. გუშინ მეორე ვიდეო რატო არისო გოგოებო? ძალიან სანერვიულო რაღაცა მქონდა და მთელი დღე ვფიქრობდი რა არის ცხოვრება, ქარიშხალივით მოვარდება რაღაცა ისე რომ არ ცელოდები წამებში. არ ვიცი. ძალიან ძიმე დღე გადავიტანე. არ მინდა ლაპარაკი. კარგი ამბები ჯობია ხოლმე ლაპარაკოთ. კომენტარებსაც კი ვერ გადავხედე. ზოგიერთი ნახეთი, მაგრამ ჩემი ხმა საერთოდ თუ ისმის ნეტა ახლა რომ ლაპარაკობ ისეთ დაბალ ხმაზე. არაფერი წავის. მოვედის. რაღაცა მაგ სტრესზე მემართება ეს რაღაცა სტრესის დროს შეიძლება რაღაცა გამომივიდეს სახეზე, გამომაყაროს. როცა სანერვიულო რაღაც მაქვს ხოლმე. მაგ დროს ესეთი არის ცხოვრება, რაღაც მოულოდნელობებისთვისაც უნდა იყო მზად ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ისედაც არ გაკლია, მაინც პრობლემები. მაგრამ ისეთი კარგია ხოლმე, რომ მე როცა
გამოანათებს. ყოველთვის ეგრეა. როცა ძალიან ბევრს გადაიტან, ძალიან ბევრი რაღაცა რომ ერთად მოგაწვება და მერე რომ გამოანათებს უცბად. ფერკია ხოლმე ძალიან ეგ და მაგის მოლოდინი მაქვს ხო? ზუსტად. იმეთი ადამიანს აცოცხლებს. აივნები, რა კარგია ხო გოგოებო, აივნები რო აქვთ ახლა გარეთ დგანანი, ქალი და კაცი. ჩვენ ფანჯარამან შემოვახთ. დაივანი თუ არა. დღეს რაღაც ცოტა მოგრუბლულია. მე მგონი იმასაც აპირელებს, რაღაც ესეთი ამინდია. ერთი თხილის გულწრფელს მან გაიყო, ეხლა ნახეთ ეს მოვიყიდე. ბავშვებმა შემიჭამეს და ამ ნებადია გავენაწილებთ. აი ნახეთ. მოკემეჩილები. მე არ მიჭამია. ეს მოჩნენ ესენი მგონი ამ იმას, ეხლა ფასადებს, ეხლა დაიწყებენ, ოღონდ ფული უნდა შევაგროვოთ, ამ ფულს ვაგროვებთ ხოლმე ჩვენ და მაგ ფულში როგორ ხდება, ეგ არ ვიცი. ეგ ფული მაგ ყველაფერს არ იყოფა. მე მგონი რომ ნაწილს გვიფინანსებენ. ეს უნდა ვკითხოთ. ნაწილს ჩვენ ვაგროვებთ, ნაწილს მერია გვიფინანსებს მგონი. და ვაკეთებთ ესე რაღაცეებს და ეხლა მასია ლაპარაკი. სადარბაზოები არის ძალიან გასაკეთებელი რა. ეს როგორც შემისახლი. ესეც გაკეთდება და ისიც. ძალიან კაია რომ რემონტამდე ხარ დიდი ისეთ გრანდიოზულ სხვა ვაპირებთ, მაგრამ კარგია რომ გარეთ გაკეთდა ჯერ, იმიტომ რომ რემონტს რო გავაკეთებდით, მერე შემოვიდოდა წყალი. გვერდებიდან, მაგდან კიდე კარგი რომ წვეთი არ ჩამოწ. გვერდებიდან შემოდიოდა. გვერდებიდან. აი, ამ ადგილებში აქ არა, იქით. ფანჯრის დაბლა სველდებოდა ხოლმე. იმიტომ რომ ისინი გამოყრილი იყო გარედან, ახლა რაც გაუვესეს რა და ძალიან კარგია ერთი სიტყვით ძალიან რომ ეს ჩვენ რემონტამდე მოესწრო, იმიტომ რომ გოგოებმა თქვა ეს დაბლა რომ აი გარემონტებულ სახლებში შემოვდის წყალი და ძალიან ძნელია. მეორე ხა გასაკეთებელი ახლა ეს რაღა რემონტია. რო დაგისველებს. აი დამოვიდა ჩემი ყავა. ო ეხლავე დედი ეხლავე. ეხლა მათ ეს ჩაი. მადუნია ჩაი ეხლა დედაცი. ოღონდაც გამოკეთდი მათე რა. სუდათ ავარ მათე. შეო სუდათ ახანეთ სუდათ ავარ დედი. არაფერი აღარ მახარებს. არც ვიდეო და არც არაფერი. ვიდეო ძალიან ჩემი ვიდეოები. ეს მაცოცხლებს და ამ დროს უკვე როცა ბავშვი სუდათ არის აღარაფერს აღარ აქვს ხოლმე აზრი. იქით არის მე მგონი ისე რა ქვია შაქარი. იქით არის. მოვედი. მოგო შემიჭამეს. არა და რო ყიდულობ ხომ და ვეკითხებ იცით რას მეუბნებიან, წვენი გვინდაო, ეგ არ გვინდაო. ჩვენ უგურჩევნია წვენიო. ჩვენთვის ეგ არის ტკბილიო და მე რას უგვიჭამენ ამასაც. მიჭამენ ორივე. ესე იგი გოგოებო. ამ ბოლო დროს დავიწყე სამსახურზე ფიქრი. ვიმუშავებდი მართლა, მაგრამ აი არ ვიცი რა მათე
ვერ ვიგებ როგორანაირად. როგორ გამომივა? 2 საათზე მინდი სკოლაში თან. თორე რამის ვნახავდი სამსახურს. რა? გამოდი. ვერ ვიცი. და რომელია ჩემი ეკრანი რაღაცია? ავა. შენი ხო? ეგენი მაგათია და. მოდით დალიეთ. ჯაი, შემოწუხა დაბამოდი. აი ესეთი. ხო და არ ვიცი რა ვიბაი ბავშვზე. ჩართული გააჩი. დილამშვიდობის ახალ. აბა როგორ ახართ? წაღარ თქვი გიას უნდა ვკითხო უმეტი. რა მაინტერესებს გია იცი? რა? ჩვენ რო ფულს თუ აგროვებთ. ამ რაღაცებს რო აკეთებენ ახლა სადარბაზოებზეც რო ფიქრობენ. ეგ ფული ყოფნის თუ მერიაც აფინანსებს. მერი ეს მე მგონი 10%-ია თუ 20%. ხო, დანარჩენს მერია, ხო? მეც მიყვის კაცო ეგ რას ეყოფა. არა, შენ რო ხელოსანი მოიყვანო 40 ლარად ვინ გაიგებს? ვინ გააკეთებს? 200 ლარს გამოგართვებს ვინ? ესე იგი მერია გვიფინანსებს მაგ რაღაცას ხო, დანარჩენს. ეხლა სადარბაზოების რემონტზე უნდა შევაგროვოთ და მერე ლიფტებზეც არის მე მგონი. ახ შეიძლება ერთდროულად რაღაც. ძალიან მაგარია რა, აი ძალიან მიხარია რომ განახდება სახლი ძალიან. 40 ლარი რა არის გოგო, 40 კი არა, 100-იც რო იყოს, აი ღირს რა. ისეთი საქმე გაკეთდა ახლა. თორე აი როგორ დასვენდა ნახე, შაშა როგორ დასვენდა. სადა? აი იქ როგორ დასვენდა წყალი. რო შემოვიდა ვერ ახედა. გიფსოთი რო ავაწყე. კი, სულ გაყვითლდა ის. სულ გაყვითლდა. ნუ ახლა ჯერ დასამუშავებელია იქ და. ანუ ხო მოვასწრო რა, ჩვენ რემონტამდე მოვასწრო გაკეთება. თორე შეძლდება აშკარად. აი ეკაც მინდა უთხრა, ხვალ თუ ზე გადმოვლენ ჩვენთან აქეთ ამ ხარის და ფანჯრის რაფიდე ძირიდანაც შემოდის, დაბლა რო კედელი სველდებოდა. ეგიც გავაკეთებინო. და всё, იქნება სახლი იზოლირებულად. კარგიც არის. მომეწონა ეს კარგი რა. ძალიან გემრიელი კარაქია გოგოებო, ბიუბიუს წარმოების. აბასცადებს თუ მოგეწონებათ თქვენ. პრეზიდენტის კარაქზე უფრო აი ბუნებრივი ხო, ზუსტად. რომ მახსოვს კარაქის გება ეგრეთია. ის პრეზიდენტის კარაქი ჯობია. რაღაცა იმ მარგარინის ნაირია. არა იტყვია რაღაც არომატი აქვს, რაღაც აი ვანილივით რაღაც მოტკბოდა. ეს აი მართლა კარაქი რაც იყო ეგრეთია. კომუნისტების ზოგა გახსენა გია, ხო? მაგითია, ყოველის გამოაქონი გაიძახის და. შეიძლება მოიტანა. ნიკა მაგარაქს ძუძუნებს. არ მოსწონს. ყოველის გამო რატომ უნდა გქონდეს კარაქსო და თან კიდე ის არა ქვია, თან ჭამს. არის ჭამს. ჩაისთან ალბათ უკვე ისა გემრიელი არის. როგორ მაინდა ეს პატარა ძალიან ისაა შეიძლება. ძალიან ცხელია და ჯერ. ძალიან ცხელია ხო, მათე ჯერ არ მოხვიდე ჩაიზე და უნდა ცოტა შეკრილდეს. ძალიან ცხელია. მოღრუბლულია დღეს, რა? მოღრუბლულია, ჭექა-ქუხილი და წვიმა ვეწერა ამილში, ჩემ ტელეფონში. წვიმა? ხო, ტელეფონის პროგრამაში. ჩემთან მარტო ჭექა-ქუხილი წვიმა. ჭექა-ქუხილი ეწერა. მართლა? დაიკითხე. მამე ხო არ მიუამატე. ხო, მაგლა ფონზე რო არის ხოლმე, ხო, არ ეწერა წვიმა. არა. მაშინ შემგონებამ ჭექა-ქუხილთან დაკავშირა.
100%-იანია. რაც მინდა წვიმა რაზე გადააკავშირა წვიმა არ მიყვარს და გუშინ ძალიან ცოტა ხანი ვიყავი გარეთ გასული იქნებ დღეს გავიდე მათაც რავი ჰაერიზე გავიყვანო და წამალი გოგოებო კიდე ერთხელ გთხოვთ აბა ვინც იცით რომელი ჯობია სპაზმი მოუხსნას ნოშპა ვიცი რომ კარგია და კიდე რაღაცაა კარგი ხო კეტოტიფენი თუ რა არ ვიცი ზუსტად არ მახსოვს იშვიათად ძალიან ხშირად ხოლმე არ ემართება და ეხლა აქ შრალი სპაზმური ხველა ეგეთი მომწერეთ რა დავალებინე დავიტვირთ ამ პატარა ვიდეოს და დაგელოდებით დროებით წარმატებული დღე ყველას